ესეთი ახალი გარემოება, რომელსაც ახლა გეუბნებიან, ესეთი ახალი გარემოება შენ საქმეში არ არსებობს. იცი რატო არ არსებობს? ყველა მოწმე დაკითხულია, ყველას ნათქვამი აქვს სიმართლე ამ საქმეში რაც იყო. უბრალოდ აქ არის მოცემულობა, როდესაც ეს სიმართლე სასამართლომ არ შეისმინა და არ გაიზიარა. და დეპარტამენტი რო ხარ, რომელსაც გევალება სამართალ წარმოების პროცესში დაშვებული ხარვეზებისა და შეცდომების აღმოჩენა, აღმოფხვრა და გასწორება. საქმის მასალები რო გიკავია ხელში და წერია, აი ეს მოვიდა სახელმწიფო უზრუნველყოფა და მეუბნება რომ ეს კაცი მოლაპარაკებები მიდიოდა, ფასი უნდა დაგვეკლო და მოლაპარაკებები ჯერ არ დამთავრებულაო. ხო და მაინც რო ეს კაცი თაღლითობით გაუშვეს და ბრალში ეწერა რომ შოთა მამნიაშვილს კი არ მოუტანეს და დაავალეს ეს გინდა თუ არა გაყიდეო. შოთა მამნიაშვილი მისულა და წამოუღია ეს თაღლითური განზრახვით. აი ესეთ მოცემულობაში სასამართლო ამ მოწმეს და კიდე იქ ბევრი მოწმე ყავდა ისეთი და ბევრი პირდაპირ სამი ხელშეკრულება იდო, სამ ნაწილად იყო. სულ 6 იყო. 3 ხელშეკრულება 3 სხვადასხვა საწყობზე მიბარების 3 დღეში უკვე გაყიდვაზე. ანუ აი საქმეში ჩახატული იყო პირდაპირ აი შავით თეთრზე ეწერა და თეთრი ძაფით ნაკერი იყო რომ ეს კაცი იყო მართალი და ეს რო სასამართლომ ვერ დაინახა და არ დაინახა იმიტომ რომ მაშინ სასამართლო იყო ნოტარიუსად ქცეული და მართლა მე მგონი ცხონებული დალიმეტრეული მაგის დარტმა ხო არ მოკლა მეთქი ვფიქრობ რომ ეს კაცი არ დამაჭერინოო მეხვეწებოდა და იძულებული გახდა გახსოვს განაჩენი როგორ წაიკითხა თავ ჩაღუნულმა ტირილით წაიკითხა განაჩენი და ნახეცრემლი მოსდიოდა და თვალებში ვერ შემოხვდა. თვალებში ვერ შემოხვდა. მიბრუნდა და გაიქცა. გაიქცა ტირილით ეს ხალი. ანუ თავზე ვიძალა არც იმას აღარ ქონდა. იქ რო პროკურორს და პროკურორი სახელმწიფო უზრუნველყოფის ბიჭ დაემუქრა, ეხლა შენც დაგისვავ ამას გვერდითო იმ დალიმეტრებას რატო ვერ მოუსვავდა გვერდით, ვერ მოუძებნიდა რამე საშუალებას შვილს ნარკოტიკს ვერ ჩაუდებდნენ თუ რა მოხდებოდა. ანუ ქალმა ვერ ჩაიდინა გმირობა უბრალოდ, ხო? თორე ხო ანუ და ეხლა დეპარტამენტი რო ხარ და შოთა მამნიაშვილს და მის ადვოკატს რო თხოვ ახალი გარემოება მომიტანეო საიდან შექმნა ეს ახალი გარემოება აგერ გიდევს 3 ტომის საქმე ჩაიხედე არა ადვოკატმა ხო და რა ნეტა იყოს მოვძებნიდი კაცო რაც გარემოებები იყო დევს იმ საქმეში შენი ბალი და ფუნქცია არის წაიკითხო და შეფასება დადო რომ ამ საქმეში ეს არის ახალი გარემოება რომ 3 ინსტანციის სასამართლომ იარა და მაინც ვერ აღმოაჩინა რომ ეს კაცი თაღლითი არ ყოფილა